ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფოტოკონკურს ჩემი მეზობელი ეკომიგრანტის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. თათია სამსონიძე განაგრძობს თემას. არასამთავრობო ორგანიზაცია ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოსთან პარტნიორობით პროექტის ეკომიგრანტები გურიაში საჭიროებები და პერსპექტივები ფარგლებში კონკურსი ერთი თვის წინ გამოაცხადა. პროექტის მიზანს ოზურგეთში მცხოვრები ეკომიგრანტების ყოფა ცხოვრების წარმოჩენა და ეკომიგრანტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილმოზობლური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა წარმოადგენდა. 40 ნამუშევრიდან სპეციალურმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა. ანანო მჟავანაძე, თორნიკე თავდუმაძე და ლადო გარაყანიძე. გამარჯვებული ფოტოების ავტორებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილმა, გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა და ტურიზმის განყოფილების წარმომადგენელმა ირაკლი ტულაძემ სპეციალური სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს. მე მიხარია რომ მივიღე მონაწილეობა ამ კონკურსში. ასევე მიხარია რომ გავიმარჯვე და ისიც მიხარია რომ ჩემო მეგობრებმაც გაიმარჯვა. ლევანდელი შეხვედრა წარმოაჩინა ეს რომ კიდევ უფრო პასუხისმგებლობა, ანუ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უნდა გაეზარდოს და კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ კატეგორიის ოჯახებს. დღევანდელი ფოტოსურათები დასტურია იმ დარდისა, იმ სევდისა, რაც აი ამ კატეგორიის ადამიანებს გააჩნიათ და ჩვენ კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი ყოველგვარი ღონე და ძალა უნდა მოვიხმაროთ, რომ ამ ადამიანებს ყოფიერება შეუმსუბუქოთ. მე იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი პროგრამები ამ კუთხით. ვფიქრობთ, რომ აი ეს საკითხი, რაც პროექტი თქონდა ამ 6 თვის განმავლობაში ეკომიგრანტების საჭიროებებზე და პერსპექტივებზე, პროექტმა შეასრულა თავისი ამოცანა და დასახულ მიზანს. ახლა შეიძლება უფრო გრძელვადიანი კონდეს კი ბატონო, მაგრამ კონკრეტული ის ამოცანები, რასაც ვისახავდით ამ პროექტით, ვფიქრობთ, რომ შესრულებულია და კიდევ ერთხელ ვუსვამ ხალხს იმას, რომ ამ ამოცანების შესრულება გაადვილა თანამშრომლობითმა და პარტნიორულმა დამოკიდებულებამ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან აი ამ პროექტისში წამოჭრილ პრობლემატურ საკითხებზე. პროექტის ეკომიგრანტები გურიაში საჭიროებები და პერსპექტივები დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია ფარგლებში ხორციელდება.